შეხედეთ სათაურებს და იფიქრებთ, რომ ეკონომიკა აყვავებულია. აქციები რეკორდულ მაჩვენებლებზეა, დასაქმების მაჩვენებლები ძლიერია, მაგრამ ეს მთლიანი სურათი არ არის. მაშინ, როცა ეს S&P 500 რეკორდებს ამყარებდა 2026 წლის დასაწყისში, ქვეყნის ყველაზე ჭკვიანი ინვესტორები ყიდულობდნენ ბიზნესებს, რომლებიც ერთ რამეზე იყო აგებული: ადამიანებზე, რომლებსაც ფული უმთავრდებათ. და შეიძლება ეს გეუბნებათ ყველაფერს, რაც ამ ეკონომიკის შესახებ უნდა იცოდეთ, რადგან როცა მდიდრები იწყებენ ლომბარდებში ინვესტირებას, ისინი კეთილდღეობაზე არ დებენ ფსონს, ისინი სასოწარკვეთილებაზე დებენ ფსონს. თავი პირველი, სტაბილურობის ილუზია. ზედაპირზე ამერიკა ჯანმრთელად გამოიყურება. უმუშევრობა დაბალია და ხელფასები ნელ-ნელა იზრდება. საშუალო კლასი სტაბილურია, მაგრამ ეს ზუსტად ასე არ არის. 2026 წლის დასაწყისისთვის ფედერალურმა რეზერვმა აშშ-ს საკრედიტო ბარათების ბალანსი დაახლოებით 1,28 ტრილიონ დოლარად დაადგინა და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად საშუალოდ რამდენიმე პროცენტით იზრდება. ეს ხდება მაშინ, როცა დამსაქმებლები სტაბილურ ხელფასებს აფიქსირებენ. მომხმარებელთა განწყობა ყოველდღიური ხარჯების სიმძიმის ქვეშ ინგრევა. სურსათის, საწვავისა და კომუნალური გადასახადების ფასები საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის ხელფასებზე სწრაფად იზრდება. ეს ყველაფერი დასაქმების ანგარიშებში არ ჩანს, მაგრამ ფონდ-შოპებში კი აშკარად ჩანს. ყველაზე დიდმა ოპერატორებმა 2025 წლის მეორე ნახევარში რეკორდული მომსახურების გადასახადები დააფიქსირეს. ეს ტენდენცია 2026 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. გარეუბნის სავაჭრო ცენტრების ფეხით მოსიარულეთა რაოდენობაც კვლავ იზრდება, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რას აკეთებენ ადამიანები ამ მაღაზიებში. დაგირავებული ნივთების 90% საბოლოოდ ისე უკან იყიდება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უმეტესობას სტაბილური სამსახური აქვს და სესხს ხელფასებს შორის პერიოდის გადასატანად იყენებს. შეგიძლია გახსნა Wall Street Journal და ნახო სათაურები, რომლებიც ყვირიან: ძლიერი ეკონომიკა და სტაბილური შრომის ბაზარი. ამავდროულად იმავე კვირაში ოჯახური ფინანსები ინგრევენ. ხელფასები ისევ მოდის, მაგრამ ფული უფრო სწრაფად ქრება, ვიდრე შემოდის. თუ ხელფასები მოდის, რატო აყიბიან ოჯახები თავიანთ ნივთებს, მხოლოდ იმისთვის, რომ თვე გაატარონ? მეორე თავი, უხილავი ლიდერი. First Cash Holdings მართავს 3300-ზე მეტ სალომბარდეს მთელ შეერთებულ შტატებში, ლათინურ ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოში. 2026 წლის აპრილში დასრულებულ 12 თვიან პერიოდში აქციების ფასი დაახლოებით გაორმაგდა. ის 100-იანი ნიშნულიდან 227-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში S&P 500-მა ამის მხოლოდ მცირე ნაწილი მოიტანა. ეს ისეთი ზრდა, როგორცაც უფრო ფრონტერული AI ლაბორატორიისგან ან ბიოტექნოლოგიური კომპანიისგან ელოდები და არა ისეთი მაღაზიების ქსელისგან, სადაც საშუალო ტრანზაქცია საათზე გაცემული სესხია. First Cash 26 წლის პირველი კვარტლის შემოსავლებად $1 მილიარდ ოდნავ მეტი გამოაცხადა, რაც წინა წელთან შედარებით 26%-იანი ზრდა. ბალანსზე გირაოს სესხებმა რეკორდულ $851 მილიონ მიაღწია, ხოლო საერთო აქტივებმა 5.4 მილიარდს გადააჭარბა. ეს წარმატებული ბიზნესის ნიშანია. კომპანიამ 2026 წლის სრული წლის პროგნოზიც კი გაზარდა აპრილის ბოლოს განახლების შემდეგ. ამ ამბავმა აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. First Cash Holdings-ში ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება არა გირაოში ჩაბარებული ნივთების გადაყიდვაა, არამედ თავად სესხებია. არა ის რა იყიდება, არამედ ის, რამდენად სწრაფად იზრდება ვალი საოჯახო ქონების გირაოს. ეს არის ის, რასაც ბაზარი აფასებს. შეადარეთ ეს ტექნოლოგიურ კომპანიას. ზრდა, როგორც წესი, ახალი კონტრაქტებიდან ან ახალ ქვეყნებში გაფართოებიდან მოდის. აქ მასშტაბირდება პროგრამული უზრუნველყოფა. აქ კი რაც მასშტაბირდება არის სასოწარკვეთა. $150 საბურღი იდებს გირაოდ, რომ მანქანის შეკეთება დაფაროს. გააკეთეთ ეს ათასობის ჯერ გარეუბნის მაღაზიებში და მიიღებთ მოგების მარჟას, რომელსაც პროგრამული კომპანია ინატრებდა. ეს არის მოკლევადიანი სესხების სტაბილური ნაკადი, რომელიც ყოველდღიური ნივთებით არის უზრუნველყოფილი. გირაოს მაღაზიების ქსელი ფასების გრაფიკზე უკვე Nvidia-ს გავს და Wall Street-მაც ეს შენიშნა. ისინი ფიქრობენ, რომ სესხების პორტფელის ზრდას განაგრძობს. და ეს არის მთავარი ნიშანი, რადგან ეს მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ კიდე უფრო მეტ ადამიანს სჭირდება მოკლევადიანი ფული თვიდან თვემდე გასატანად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზრდის ისტორია უკვე აღარ ეხება გაფართოებას. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ საშუალო კლასის გაჭირვება კვლავ აისახოს ციფრებში. მესამე თავი, Rolex-ი გარეუბანში. უმეტესობის წარმოდგენაში ლომბარდის კლიენტზე წარმოდგენა უკვე 10 წლეულებია მოძველებული. ეს გულისხმობს ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიას, ნეონის ნიშნულს, მტვრიან გიტარების რიგს და კლიენტებს, რომელთაც საბანკო სისტემა წლების წინ დაემშვიდობა. სინამდვილეში ასე არ არის. ბილეთების ოდენობა იცვლება, ისევე როგორც კლიენტებიც. დასაქმებული ოჯახები უფრო ხშირად ჩნდებიან. ქალები მემკვიდრეობით მიღებულ სამკაულს აყადაღებენ. მცირე ბიზნესის მფლობელები მოდიან Omega-სა და Rolex-ის საათებით, ხოლო ხელოსნები თავიანთი ინსტრუმენტებით. ზოგიერთი მათგანი $1000-ად ფასობს, ზოგი კი ერთ ვიზიტში 3000 აღწევს. დღევანდელ კლიენტებს ხელფასის ცნობა აქვთ. მათ აქვთ 401k, მაგრამ მაინც შემოდიან, რადგან თვის ბოლოს ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა. საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები, რომლებიც წელიწადში $60,000-დან $100,000-მდე გამოიმუშავებენ, ახლა ახალი კლიენტების ზრდის მნიშვნელობის ზრდის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ.
ბევრი მათგანი სესხს იყენებს იპოთეკური გადასახადის დასაფარად. ზოგიერთი მცირე დამსაქმებელი მას იყენებს პარასკევს ხელფასის გასაცემად, როცა ინვოისი დაგვიანებულია. Easy Corp არის მეორე მსხვილი საჯაროდ ვაჭრობადი ლომბარდის ოპერატორი და მისი 2026 ფინანსური წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლები თითქმის დაუჯერებელია. საერთო შემოსავალი 46%-ით გაიზარდა და თითქმის 447 მილიონ დოლარს მიაღწია. ლომბარდის სესხებმა 359 მილიონს მიაღწია. საშუალო სესხის ოდენობა 2022 წელს $160-დან 2026 წელს $240-მდე გაიზარდა, რაც 4 წელიწადში 50%-იანი ზრდაა. მაშინაც კი, როდესაც ბიზნესის სამკაულის ნარჩენების მიმართულება გაიზარდა 64%-ით, რასაც ხელი შეუწყო ოქროს ფასების ზრდა. ოქროს ფასები მრავალწლიან მაქსიმუმთან ახლოსაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერატორებს შეუძლიათ ნაკლებ ნივთზე მეტი თანხა ასესხონ. საქორწინო ბეჭედი, რომელიც 2023 წელს $180 მოიტანდა, 2026 წლის დასაწყისში შეიძლება $320 მოიტანოს. ეს მაღალღირებულების უზრუნველყოფას იზიდავს და უფრო მაღალი შემოსავლის მქონე მსესხებლები უკვე გამოჩნდნენ. ფენიქსში პედიატრიული მედდა სამშაბათს შემოდის ბებიის ტენისის სამაჯურით. ის დრამატული გაგებით კრიზისში არ არის. მას ჯერ კიდევ აქვს სტაბილური სამსახური და ქაღალდზე ნორმალური ცხოვრება, მაგრამ კონდიციონერი გაუფუჭდა. მისი საკრედიტო ბარათი სრულად ამოწურულია და საბანკო სესხი დროულად არ დამტკიცდება. პარასკევამდე $400 სჭირდება. ქალაქის მეორე მხარეს გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების ხელოსამი შემოდის Snap-on-ის ბუდეების კომპლექტით. მისი ღირებულება $1000-ია. მას $900 სჭირდება ხელფასების გარღვევის დასაფარად. მის ბიზნესს არაფერი სჭირს, უბრალოდ დრო არ დაემთხვა. ორივე ისინი ერთსა და იმავე ადგილას არ მოჩნდებიან. თუ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სამსახური და ქონება, უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ლომბარდებს, მოკლევადიანი პრობლემების გადასაჭრელად, ეს დასაქმების საკითხი აღარ არის, ეს დროის საკითხია. აი ამიტომ იზრდება ეს მთელი ინდუსტრია. მეოთხე თავი. საბანკო უდაბნო. გაიარე თითქმის ნებისმიერი ამერიკული გარეუბნის მთავარ ქუჩაზე, რომელიც 1970-დან 2000 წლამდე აშენებული და დაინახავთ ბანკების ფასადებს. მათ ადგილას ახლა არის ფრჩხილების სალონები, დროებითი მაღაზიები ან გაქირავების ნიშნები. სადაც ადრე რეგიონული ბანკი იყო მანქანის გასავლით და შაბათის მოლარეებით, ეხლა შემოღობილი ნაკვეთია, რომელიც ხელახალ განვითარებას ელოდება. 2017 წლიდან 2025 წლამდე ეროვნული საბანკო ქსელი თითქმის 15%-ით შემცირდა, დაახლოებით 86,000 ფილიალიდან 73,000-მდე დაეცა. მხოლოდ 2024 კალენდარულ წელს 900-ზე მეტი საბანკო ფილიალი დაიხურა. ამ დახურვებიდან 816 უმსხვილესი ბანკი იყო პასუხისმგებელი. 2025 წლის მონაცემებით კიდევ რამდენიმე ასეული ფილიალი დაიხურა. გეოგრაფია რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია. ფილადელფიის ფედერალურმა რეზერვმა დაადგინა, რომ 2019-დან 2023 წლამდე აშშ-ში დაახლოებით 5400 ბანკის ფილიალი დაიხურა, ხოლო დახურვების ყველაზე მაღალი რაოდენობა საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე გარეუბნებში დაფიქსირდა. მაგრამ პროპორციულად ზიანის სხვაგან იყო დამანგრეველი. დაბალი შემოსავლისა და უმეტესად აფროამერიკელებით დასახლებულ უბნებში ბანკის ფილიალები გაცილებით სწრაფად გაქრა, რამაც საბანკო უდაბნოების შექმნა მნიშვნელოვნად დააჩქარა. ავიღოთ მაგალითად ლითონია, ჯორჯია, საშუალო შემოსავლის გარეუბანი ატლანტას სამხრეთ-აღმოსავლეთით. 2020-დან 2025 წლამდე კობის ოლქში ბანკის ფილიალები თანდათანობით ქრება. როდესაც Wells Fargo-s ფილიალები დაიხურა, ასევე დაიხურა Bank of America-სა და Truist Financial-ის ფილიალებიც. ტრადიციული საბანკო ქსელი შემცირდა, მაგრამ 124 ეგზატ კეცილზე მდებარე ლომბარდების ნიშნები არ ჩამქრალა. ის გამრავლდა. იგივე ტენდენცია მეორდება ქვეყნის მასშტაბით გარეუბნებში. საბანკო უდაბნოები, ანუ ტერიტორიები, სადაც გონივრულ მანძილზე არც ერთი ბანკის ფილიალი არ არის, 2019-დან 2023 წლამდე გაიზარდა. და იმ ადგილებში, სადაც ეს მოხდა, ცუდომა უბრალოდ არ გამქრალა. ის უფრო შორეული გახდა. ამ დაზარალებულ უბნებში უახლოეს ფილიალამდე საშუალო მანძილი დაახლოებით 1,5-დან 2 მილამდე გაიზარდა. სულ რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ სწრაფი საბანკო მომსახურების უახლოესი ვარიანტი სულ უფრო შორს გადაინაცვლა. და სულ უფრო მეტი ოჯახისთვის ეს ციცარიელე სრულიად სხვაგან ივსება. ზუსტად იმავე გარეუბნის უბნებში, სადაც ბოლო საბანკო ფილიალები დაიხურა, ყველაზე სწრაფად გაიზარდა სამკაულების სესხების რაოდენობა. სესხების ერთი ფორმა ამ რაიონებიდან თითქმის იმავე დროს გაქრა, როცა სხვა ფორმა შემოვიდა. მეხუთე თავი. BNPL-ის კარიბჭე. არსებობს ერთი ადგილი, სადაც საშუალო კლასის ოჯახების უმეტესობა მიდის მანამდე, სანამ სამკაულების მაღაზიის დახთან მივა. ეს არაფრით გავს სესხის განცემს, მეს უფრო გადახდის ღილაკს გავს. ახლა იყიდე, გადაიხადე მოგვიანებით. გაყიდეს როგორც ფინანსური ჩართულობა, 4 მარტივი განვადება და პროცენტის გარეშე, თუ დროულად გადაიხდით. ეს მარტივი გზაა, რომ $300 შენაძენი 2 ხელფასზე გადაანაწილო. სამი მთავარი მოთამაშეა: აფირმი, კლარნა და Afterpay. მხოლოდ აფირმა 2025 წელს $24 მილიარდზე მეტი დაამუშავა. კლარნა კი ახლა დაახლოებით 150 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება გლობალურად. ამასობაში PayPal-მა, Apple-მა და თუნდაც Amazon-მა თავიანთი გადადებული გადახდის სერვისები შემოიტანეს. ეს სფერო დაახლოებით 5 წელიწადში ნიშური ფუნქციიდან ძირითად ვარიანტად გადაიქცა.
Richmonds ფედერალურმა რეზერვმა ამ კატეგორიის ზრდა დააფიქსირა, სადაც ტრანზაქციების მოცულობა ყოველწლიურად ორმაგი ციფრებით იზრდება. ULAID შესყიდვას განვადების გეგმით აკეთებენ, რომელიც ძირითადად ტრადიციულ საკრედიტო ბიუროებს გვერდსუვლის. ეს აპლიკაციები როგორც წესი არ ატარებენ კაცრ საკრედიტო კრედიტო შემოწმებას, მაგრამ ისინი ანგარიშს აბრუნებენ მთავარ ბიუროებში და ატარებენ რბილ საკრედიტო შემოწმებებს. მაგრამ ეს მაინც ნიშნავს, რომ მყიდველს შეუძლია 4 განვადების გეგმა აიღოს Affirm-ზე, Klarna-ზე, Afterpay-ზე და მაღაზიის ბარათზე. მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურომ ეს ტენდენცია უკვე აღნიშნა. BNPL-ის მომხმარებლებს როგორც წესი უფრო მაღალი ბალანსები აქვთ საკრედიტო ბარათებსა და პერსონალურ სესხებზე, ვიდრე მათ მაინც არ იყენებს ამ სერვისს. დაგვიანების ჯარიმები გროვდება, განმეორებითი გამოყენება იზრდება და საბოლოოდ ოჯახი ჩიხში აღმოჩნდება. როდესაც BNPL-ის ლიმიტები იწურება და საკრედიტო ხაზები მკაცრდება, ერთი აშკარა გამოსავალი რჩება. საგირავნოს მომხმარებელთა მზარდი ნაწილი როგორც ჩანს, იმ ოჯახებიდან მოდის, რომლებიც თავდაპირველად აქტიურად იყენებდნენ, ახლა იყიდე მერე გადაიხადე სერვისს. სამკაულების მაღაზია ბიუროებს არ ათხოვინებს. მას საკრედიტო ისტორია არ აინტერესებს, ხოლოდ სესხი აინტერესებს. მაგრამ თუ ეს ნამდვილად ზრდის ისტორია, შემდეგი კითხვა აშკარაა. ვის ეკუთვნის ეს ყველაფერი? მეექვსე თავი, ინსტიტუციური მფლობელები. ვიტრინების მიღმა საკუთრების სტრუქტურა სრულიად განსხვავებულია. First Cash Holdings-ის დაახლოებით 80% ინსტიტუციური მფლობელების ხელშია. 2026 წლის თებერვლისთვის Vanguard Group-ს კომპანიის დაახლოებით 9% ეკავა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $650 მილიონი. BlackRock-საც მსგავსი წილი აქვს. მათ ქვემოთ ასობით მცირე ინვესტორია. ეს იგივე კომპანიებია, რომლებიც თქვენს 401-ს მართავენ. ფული ერთდროულად ორ მიმართულებით მიედინება. ისევ ეს კომპანიები, რომლებიც ადამიანებს პენსიისთვის დაგროვებაში ეხმარებიან, ასევე ინვესტირებენ იმ კომპანიებში, რომლებიც მაშინირებენ მოგებას, როცა ოჯახებს ფული არ ყოფნით. ერთი მხრივ ისინი გრძელვადიან დანაზოგებს მართავენ. მეორეს მხრივ მათ ეკუთვნით იმ ბიზნესების წილები, რომლებიც მაშინ ერთვებიან საქმეში, როცა ვინმეს სწრაფად სჭირდება 300 ან $500. ამაში არაფერია დამალული, ყველაფერი საჯაროა, მაგრამ ეს უცნაურ გადაკვეთს ქმნის. ფული, რომელიც შენს მომავალს უნდა იცავდეს, იმავე სისტემაშია, რომელიც სარგებელს ირებს მაშინ, როცა საქმეები რთულდება. და ეს ის ნაწილია, რომელიც აშკარა არ ჩანს, სანამ ხმამაღლა არ იტყვი. რატომ დებენ მსოფლიოს ყველაზე დიდი აქტივების მმართველები მილიარდებს იმ სისტემაში, რომელიც როგორც ჩანს, სარგებელს ირებს მაშინ, როცა მათი საკუთარი საპენსიო კლიენტები ზეწოლის ქვეშ არიან. თავი მეშვიდე, შემოსავლის მახე. საგირავნო მაღაზიები ძვირად არ გამოიყურება, სანამ მათთან დაკავშირებულ საკომისიოებს არ დააკვირდები. შტატის მიხედვით საგირავნო საკომისიოები წლიურად დაახლოებით 60-დან 240%-მდე მერყეობს. სტანდარტული საკრედიტო ბარათის პროცენტი როგორც წესი 20%-ის ფარგლებშია. ეს მცირე სხვაობა ნამდვილად არ არის. ეს ნიშნავს, რომ $500 სესხი საქორწინო ბეჭედზე 90 დღით შეიძლება დაახლოებით $300 საკომისიოსა და პროცენტს გამოიმუშავებდეს. ბანკის სესხი იმავე $500-ზე იმავე ვადით. დაახლოებით $15 იგივე თანხა და იგივე დრო, მაგრამ სრულიად განსხვავებული ღირებულება. საგირაო მაღაზიაში არსებული ნივთების უმეტესობა, დაახლოებით 80-90% კლიენტს უკან უბრუნდება, ასე რომ უზრუნველყოფა ჩვეულებრივ ბრუნდება. მაგრამ საკომისიოები არა, ისინი უკვე გადახდილია. ეს ნიშნავს, რომ იგივე კლიენტების სისტემაში ისევ და ისევ ბრუნდებიან, ყოველჯერზე იხდიან სისწრაფესა და ხელმისაწვდომობაში. ამ სისტემას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ბევრ შემთხვევაში ეს თქვენს საკრედიტო ისტორიაში არ ჩანს. ის არ გადის იმავე დამტკიცების სისტემას. ის სრულიად განსხვავებულ წესებს ემორჩილება, რომლებიც დადგენილია შტატის ლომბარდის კანონებით და არა ტრადიციული სესხის სტანდარტებით. ყველაფერი ერთად რომ შევაჯამოთ, ეს ძალიან სპეციფიკური ტიპის ბიზნესია. ეს არის სწრაფი ფული, რომელიც უზრუნველყოფილია იმით, რაც ფილია იმით უკვე თქვენ გეკუთვნით. შედეგად მივიღეთ ბაზარი, რომელიც მუდმივად იზრდება, არა იმიტომ, რომ ხალხი უფრო მეტ ძვირადღირებულ ნივთს ყიდულობს ლომბარდში ჩასაბარებლად, არამედ იმიტომ, რომ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ერთსა და იმავე ნივთებს ისევ და ისევ, უბრალოდ თვიდან თვემდე გასატანად. მაგრამ როცა ამ ყველაფერს უყურებ, სხვა სურათი იკვეთება. ორსაფეხურიანი ფინანსური სისტემა, რომელიც მაშინ შეიქმნა, როცა უმეტესობის ყურადღება სხვაგან იყო მიმართული. მერვე თავი, დიდი განცალკევება. მსესხებლების ზედა 20% ჯერ კიდევ ძველ ფინანსურ სისტემაში ცხოვრობს. მათ აქვთ დანაზოგის ანგარიშები, იპოთეკები, საკრედიტო ბარათები, საინვესტიციო ანგარიშები. მათთვის ბანკები ისევ ბანკებად იგრძნობა, მაგრამ ამაზე ქვემოთ ჩუმად რაღაც სხვა ჩამოყალიბდა. ერთი უფრო სწრაფია, ერთი უფრო ძვირია და არ გეხმარება დროთა განმავლობაში ქონების დაგროვებაში. უბრალოდ გეხმარება თვე გაატარო. და ეს აჩვენებს გაყოფას. ამ სისტემის ნაწილების მმართველი ხელმძღვანელები ამაზე პრობლემად აღასაუბრობენ. ისინი იღებენ ჩვეულებრივი ადამიანების ფინანსურ პრობლემებს და ამას თავიანთი კომპანიისთვის წარმატებად მიიჩნევენ. როცა კიდევ უფრო მეტ ბიზნესს ყიდულობენ, ამას ზრდის შესაძლებლობად მოიხსენიებენ. საწყისი ამერიკული ოცნება ეფუძნებოდა ბანკებს, რომლებსაც ნამდვილად სურდათ საშუალო კლასის ოჯახები ყოფილიყვნენ მათი კლიენტები. ეხლა კი ეს ოჯახები უბრალოდ კიდევ ერთი გზაა მეტი ფულის გასაკეთებლად. სისტემა უკვე ასეა მოწყობილი, ფული უკვე მოძრაობს და კომპანიები უკვე სარგებელს იღებენ. ინვესტორები აფინანსებენ ლომბარდებს, რადგან მოგება აღარ მოდის ახალი პროდუქტებიდან ან ახალი კლიენტებიდან.
ეს მოგება მოდის იმავე ოჯახებიდან, რომელთა მხარდაჭერაც თითქოს სისტემის მიზანი იყო. და თუ საქმე უკვე ამ მიმართულებით მიდის, შემდეგი კითხვა აშკარაა. რა მოხდება, როცა სისტემა სრულად შეჩერდება? გაიგეთ ამ შესახებ ვიდეოში. რა მოხდება თუ აშშ-ის ეკონომიკა ჩამოიშლება? ან ამის ნაცვლად ამას უმას უყურეთ.